გადავალ თქვენი ნებართვით, მაგრამ ის რაზეც საუბრობდა ეხლა ქალბატონი ნუნუ ეს იყო. ჩვენ დღეს უკვე 2 წელიწად ნახევარია ყავს სხვა ხელისუფლება. მოდით შევაჯამოთ დღევანდელი რეალობა. თქვენი შეფასება როგორია დღევანდელი რეალობის? ინგა, მაშინ დავიწყოთ აქედან და აი ეს ახალგაზრდები არ შემიშალონ ხელი. სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს დაგვპირდა ქართულმა ოცნებამ, ეს დაგვპირდა ბატონი გუგავა, რომელსაც მე ხშირად უსმენდა მათი კრიტიკის, სწავე კრიტიკის საგანი არის დღევანდელი მთავრობა და არავის არ უნდა გახსენება იმ ფრაზის, რომელიც მოსვლისთანავე ბატონმა ბიძინამ გააჟღერა. 2 წელი იქნება უმძიმესი, თქვა. არ უთქვია პეპლები ვით იქნებითო. 2 წელი იქნება უმძიმესი. მესამე ცოტა უკეთესი და მეოთხედან დავიწყოთ. 9 წელიწადია. ეხლა მე ვეკითხები ამ ახალგაზრდას. აი ამ ახალგაზრდასთან მინდა ლაპარაკი. 9 წელიწადია. ეხლა და 1 წუთი დამაცადეთ. მე მაგალითად კომუნისტური პარტიის დროს ვარ დაბადებული, რა ვქნა, მაშინ გამაჩინა დედაჩემმა და მაშინ გავიზარდე და ახლა ჩემ ბრალი არ არის. ამ კომუნისტურმა პარტიამ, ერთადერთმა პარტიამ აღორძინა თეატრი აგერძის ნოდარი, აგერძის თაკო ჩარყვიანები, იბეჭდებოდა ჯანსუღი, იბაჭდებოდა გურამ შეულიშვილი, იბეჭდებოდა რობაკიცე, ოპერა, ნუნუს დარბაზები ღია ქონდა, მაგრამ აიგრძალა ის პარტია, იმიტომ რომ ადამიანი არ იყო დაცული და თქვენი ლიდერი გამოდის და ამბობს ყველანი ციხეში არ აქვს ცხრენია, შენი ტოლა ბიჭები 300,000 ციხეში 30,000 ცოცხებში როგორ მელაპარაკები აი ეს არის ჩემი პასუხი როგორც კომუნისტური პარტიის გისმენთ არჩევ კომუნისტური პარტიის კომაგი რომელიც ასე მისდირით რომ აღაშენა კომუნისტურმა პარტიამ თეატრები ასე კარგად იყო ყველაფერი დამიჯერეთ ზუსტად ამიტომ მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში რომ ამოწყობილი იყო ის თაობა და განადგურებული იყო ქალბატონო რომელსაც იწონებს 1 წუთი თქვენზე უფროსი ვარ 1 წუთი თქვენი პარტია თავს იწონებს გაუთავებელი გზებით დაგებით ხო იმ პარტიის დროს 1 წუთი არა გაჩერინგა დარბაზის დროს აშენდა ვაზიანი, მუხიანი, თემკა, ესუბანი და უფასო დაურიგეს ხალხს ბინები. 9 წელიწადია ლტოლვილებს ვერ აუშენეთ 10 კორპუსი. რაზე ლაპარაკობ საერთოდ? ძალიან ხო. კომუნისტი საქართველოს ვეღარ დააბრუნებს. ეს გამორიცხულია. ვერც თქვენ, ვერც ამაშუკელი, ვერც კეთიდოლიძე დამთავრებულია. ქალბატონო, იცით რა? ამაშუკელის ნაირი შემოქმედება დადეთ კეთისნაირი და მერე ილაპარაკეთ თქვენ. 2003 წელს ქალბატონმა თქვა 2003 წელს იმათმა თავიანთი შემოქმედება დადეთ. რომ ამ თავრობას უმძიმესი მემკვიდრეობა შეხვდა. თქვენ კარგად გაიხსენეთ რა მემკვიდრეობა შეხვდა 2003 წელს იმ თავრობას. რა მემკვიდრეობა იყო? საერთოდ არ არსებობდა დაეხოთ საბიჭები ქუჩაში არ აქვს სიჩუმეს ხო? არ აქვს ხვენია? შენი ტოლები დახოცეს ქუჩაში. რევს ლაპარაკობ, არა მეზობელი არ აქვს არავინ. 30 ბიჭი კორპუსიდან რომ გამოიარერთი ჩემ ქუჩაზე. დაგხვდებიან ის ბიჭები და გეტყვიან პასუხს. კარგი, როგორ გეკადრება? კარგი, მოდით მე გიორგი გუგა